25 თებერვალს ომისა და გმირობის 3 წელს საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინელები აღნიშნავენ. თბილისის უკრაინულ სახლში შეკრებილ უკრაინელებს საქართველოს საიმედო თავშესაფრად მიაჩნიათ. აღნიშნავენ, რომ ეს ცენტრი მათთვის მხნეობისა და სამშობლოში დაბრუნების იმედის მომცემი ადგილია. გაიხსენეს თუ როგორი იყო ცხოვრება ომამდე და როგორია ახლა. როდესაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათ ქვეყანას უტევს დაუკმაყოფილებელი ტირანია რუსეთის სახით. უკრაინულ სახლს ორი ძირითადი მხარდამჭერი ჰყავს: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, საქართველოს წარმომადგენლობა და გერმანიის მთავრობა. თუმცა დახმარებას იღებენ ქართველი მოხალისეებისგანაც. ამ სახლში ბევრი ხელით ნაკეთი ნივთი თუ თოჯინაა უკრაინული სიმბოლოებით, რომელიც იყიდება და ამით თბილისში მცხოვრებ უკრაინელებს ეხმარებიან. ჩვენ უკრაინელები ვუხტის მადლობა ჩვენ UNDP-ის ჩვენი დონორებისთვის და გერმანულ მთავრობას ამ რთულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრების დახმარება და ასევე უკრაინელები, ქართველები, როგორც ყოველდღე დიდი თუ პატარა დახმარება აკეთებენ უკრაინელებისთვის. ჩვენ ერთად ვართ, დიდი ხანია და მომავალშიც ასე იქნება. თბილისის უკრაინული სახლი. ეს სახელწოდებაც უკვე თავად ატარებს დიდ მნიშვნელობას, რადგან ეს არის ჩვენთვის არა მხოლოდ თავშესაფარი, არამედ სახლი. ჩვენ აქ მცხოვრები უკრაინელები ქეთს ვიხრით ქართველი მეგობრების წინაშე. ასეთი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. იმისთვის, რომ ეს სახლი არსებობს. ეს ადგილი არის ძალა თითოეული აქ მყოფი უკრაინელისთვის, რომ გავამხნევოთ ერთმანეთი და ვისწავლოთ ახალი ცხოვრება. სწორედ აქ შეგვიძლია ვიგრძნოთ თავი უკრაინელებად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს, ვინც ამ სახლის დაარსებაში დაგვეხმარა და დღემდე გვერდით გვიდგას. საჭიროებები ბევრია, თუმცა ის, რომ ეს სახლი ცდილობს გადარჩეს და იარსებოს, მხოლოდ იმ ხალხისა და ორგანიზაციების დამსახურებით ხერხდება, ვინც დაუღალავად ჩვენს გვერდით დგას. გაეროს განვითარების პროგრამისა და უკრაინული სახლის წარმომადგენლებმა ომის 3 წლის თავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ დაწესებულების შენარჩუნებას და განვითარებას. ეს კი უკრაინელი ლტოლვილებისათვის ეკონომიკურ და სოციალურ შესაძლებლობებს შექმნის უცხო, მაგრამ მეგობარ ქვეყანაში. ამ სახლის მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამის, გერმანიის მთავრობისა თუ სხვა დონორების მხრიდან ერთგვარი საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატულებაა უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის. ახლა ამ მომენტში, როდესაც გეოპოლიტიკური ქარე გაურკვეველი მიმართულებით ქრის, მნიშვნელოვანია ხალხის მიერ ხალხის მხარდაჭერა. სახალხო მხარდაჭერას ერებს შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურთან ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ მათი აქტივობის და ცხოვრების გაუმჯობესების მხარდაჭერას საქართველოშიც. ასეთივე მხარდაჭერას ვუცხადებთ ბათუმში მცხოვრებ უკრაინელებსაც. ეს სახლი დახმარებასა და სერვისებს სთავაზობს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით სიამაყით გავაგრძელებთ ამ ჰაბის მხარდაჭერას. უკრაინელებმა მტერს მტერი დაარქვეს და იციან, რომ ის რუსეთია. ომისა და გმირობის 3 წლის თავზე თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და უკრაინის დიადი სუვერენიტეტისთვის ბრძოლას აგრძელებენ. უკრაინა და საქართველო, როგორც ერთ ბედქვეშ მყოფი მეგობარი ქვეყნები, ახლა რუსული შეტევების უდიდეს მასშტაბს განიცდიან, განსხვავებული მეთოდებით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომით, საქართველოში კი ჰიბრიდული ზეწოლით, განგრძობითი ბორდერიზაციით და პერიოდულად საქართველოს მოქალაქეების გატაცებითა და დატერორებით. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.